ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და განათლება, სამართლიანი ტარიფები დასაქმება და მცირე ბიზნესის განვითარება. ქრისტიანი დემოკრატების ლიდერი ამომრჩეულს ამბროლაურში შეხვდა სპორტის სასახლეში შეკრებილ საზოგადოებას. გიორგი თარგამაძემ საარჩევნო პროგრამაზე ესაუბრა და 4 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კიდევ ერთხელ გააცნო. შემდეგ კი სოფელ ბაჩში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეებს შეხვდა. ნახეთ რეპორტაჟი რაჭიდან. გიორგი თარგამაძემ ამბროლაურის რაიონში მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელი ბაჯით დაიწყო. ქრისტიან დემოკრატების ლიდერმა კენჭაძეების 5 სულიან ოჯახს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მათთან საუბრისას კი ყურადღება განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა. იქიდან გამომდინარე, რომ სოფელში სკოლა არ არის, ოჯახის ერთ-ერთ მცირეწლოვან წევრს სასწავლებლამდე მისასვლელად ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა უწევს. დილოცავ სასწავლო წლის დაწყებას. როგორ აპირებ ეხა ფეხით ამ სიგრძეზე სიარულს, არ გეზარება? არა, სწავლა ისე გიყვარს თუ ივლი, ხო? სადღაც რო დავთვალე ხა მანქანით 4 კილომეტრამდე გამოდის. ანუ 4 კილომეტრი აი ამ ცუდ გზაზე ბავშვმა ყოველდღიურად. ეს არის პრობლემა, ჩვენ როცა ვიძახდით, რომ აი სკოლების ოპტიმიზაციის პროცესი ხორციელდება დანაშაულებრივად, ეს უბრალოდ შეცდომა არ არის, რომ არ შეიძლება მიდგომა ასეთი იყოს, ის რაც არის დღეს ხელისუფლების განათლების პოლიტიკის, რომ სადაც ცხოვრობს ოჯახები, იქ უნდა იყოს სკოლა. ის გასაგებია, მაგრამ პირიქით არის ეს ყველაფერი. სადაც არის სკოლა, სადაც არის მასწავლებელი, სადაც არის ელემენტარული პირობები საცხოვრებელი შექმნილი, იქ მაგრდება კიდევ ახალგაზრდა ოჯახი, როგორების თქვენ ხართ ახლა. თარგამაძე კენჭაძეების ბიუჯეტითაც დაინტერესდა. ოჯახის უფროსის თქმით, მათი ძირითადი შემოსავალი სოციალურად დაუცველთა დახმარებაა. ანუ შემოსავლის წყარო თქვენი ახალგაზრდა ოჯახისთვის რა არის? ხო. აი რომ მუშაობს, რას ეძახ შენ მუშაობას? როგორც დამადგინებული სამუშაო არა. საფახური არა, საფახური არა. ხელფასიანი სამუშაო ბუდმევი არ გაქვს. ხელი თვის განმავლობაში. არა, დამადგინებული. რამდენი აი დახმარება არის ერთი ეს 100 სოციალურად დაუცველთა ბაზაში ხარ და მაქედან გამომდინარე. ოჯახთან სტუმრობის შემდეგ ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ამომრჩევლებთან შეხვედრა ამბროლაურის სპორტის სასახლეში განაგრძო. თარგამაძე მოსახლეობას საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, სამართლიან ტარიფებზე, დასაქმებაზე, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებაზე ესაუბრა. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის, ქართული სოფლის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის თავარი გასაგები არის სწორედაც სამართლიანი ტარიფების განმარტებაში საქართველოში. სამართლიანი ტარიფები განათლებაში, სამართლიანი ტარიფები წამლებსა და გადასახადებზე ჯანდაცვაში, სამართლიანი ტარიფები განათლებაში ჩვენი შვილებისთვის, როგორც ბაღებში, მთლიან გაუთავისუფლებლად, საბავშვო ბაღები გადასახადებისაგან. ქდმ-ის ლიდერმა ამომრჩევლებს ის ხედვებიც გაუზიარა, თუ როგორ აპირებს მისი გუნდი გამარჯვების შემთხვევაში სოფლის მეურნეობის განვითარებას, ელექტროენერგიაზე გადასახადის დაწევას და უმუშევრობის დაძლევას. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა უმუშევრობის შემოსავლების არარსებობის, დასაქმების ადგილების, აკრობის გამო სილადაყის ჭაობში არის ჩაბმული საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში. 1 ოქტომბერს ეს არჩევანი არ არის რიგითი არჩევანი. ეს არის არჩევანი, რომლის შედეგადაც ქვეყანა განსაზღვრავს თავის 4 წლიან მომავალს. და მე ამაყილა იმიტომ, ჩვენ გვაქვს საუკეთესო პოლიტიკური იდეოლოგია 21 საუკუნის ქართული ოჯახებისათვის, ეს არის ქრისტიანული დემოკრატია, ეს არის ტრადიციული ოჯახის მხარდაჭერა, ეს არის რასობრივი ორიენტაცია და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, თავისუფალი სულის დამკვიდრება ჩვენ საზოგადოებაში. ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ბრძოლა ჩვენი მოსახლეობის, ეკონომიკის განვითარება, სოფლის მეურნეობის ფერზე დატენება. ამბროლაურის სპორტულ კომპლექსში გიორგი თარგამაძე მოსახლეობას 4 რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატებით წარუდგინა. ქრისტიან დემოკრატების სახელით ამბროლაურში კენჭს აკაკი ვაჩაძე, ონში შოთა ჩიხრაძე, ცაგერში კარლო გვიშიანი, ლენტეხში კი ირინა კომბრატიევა იყრიან. ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლელა გულედანი და მაგდა ანიკაშვილი ზემო ალექსეევკას სასახლებაში დევნილებს შეხვდნენ. მათ სულ 12 ოჯახი მოენახულეს. მათი განცხადებით ალექსეევკას დასახლებაში, სადაც დევნილები არიან ჩასახლებული, მთლიანად შემოშლილია საკანალიზაციო სისტემა. ანიკაშვილმა და გულედანმა დევნილთა მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკა გააკრიტიკეს და გამარჯვების შემთხვევაში დევნილებს საცხოვრებელი ფართების დაკანონებას დაფერდნენ. ნილმა უნდა იცოდეს, რომ ქრისტიან დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში დასრულდება მათი 20 წლიანი წამება ამ ქვეყანაში, 20 წლიანი დევნილობა და ტანჯვა, იმიტომ რომ რა პირობებში ცხოვრობენ ეს ადამიანები კონკრეტულად იმ დასახლებაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, ეს მართლა ტანჯვის ტოლფასია.